მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ მინდა სიტუაციის მოვლენების ანალიზი გავაკეთო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ ჩემმა გამომწერმა ვინ ჩემ ვიდეოს ნახავს, აღიქვას ის რეალობა, რა რეალობაც ხდება საქართველოში, გვერდიდან დანახული და ამ საქმეში გამოცდილი თვალის მიერ და დაკვირდით თუ ეს ყველაფერი ასე არ არის. და მინდა რომ გესაუბროთ ბოლო პერიოდში საქართველოში გამძაფრებულ მართვად ქაოსზე, საქართველოში 35 წელიწადია ქაოსი არის, მართვადი ქაოსია თავიდან ბოლომდე, ხელოვნურად შექმნილი ეს უშიშროების სამსახურის მიერ, ქართველიერი მუდამ განიცდის ესე რომ ვთქვა, დამოკლეს მახვილი აქვს დაკიდებული, აომი თუ არა, ამიშა ხო არ მოვა, 90-იანები ხო არ მოbrunდება რაღაცა, მაგრამ როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტი და მოვლენა ახლოვდება, ამ დროს განსაკუთრებით მძაფრდება და ზუსტად ეს ხდება ამ მომენტისთვის და ამაზე მინდა გესაუბროთ. მანამდე სანამ ვიდეო ლაივს დავიწყებდე, მინდა 3 წლის წინ ამ დროს შოვის ტრაგედიას ამოვეხმაურო, ღმერთმა გაანათლოს საცუდავების სული და მინდა კიდე ერთხელ შევახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც იქ მოხდა, ტრადიციულად ამდენი ადამიანი დაიღუპა, ტრადიციულად არავის პასუხი არ უგია. არავის პასუხი არ უგია, არც ქართულ სახელმწიფოს უსწავლია მისგან რამე და არც საზოგადოებას. ახლა დღეს გაიხსენებენ, ეს ტრაგედია მოხდა, იმან ასე იშრომა, იმან ასე იბრძოლა, ის ასე იქნა, ის ასე იქნა. რასიზმ ამ შემთხვევით არავინ არაა დაზღვეული და ასე შემდეგ. არც უკანონო მშენებლობებიდან გამოუტანია ხალხს განაჩენი, არავის პასუხი არ უგია და ესე გრძელდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესეთი უბედურებები მომავალშიც ტრადიციულად ბევრი იქნება, ღმერთმა გაანათლოს ამ საცუდავების სული იქ და უფალმა დაგვიფაროს ასეთი ტრაგედიებით. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ მოვლენას, რაზეც მინდათ გესაუბროთ, თუ დააკვირდებით თქვენ ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან არის გამძაფრებული ურთიერთდაპირისპირებები. არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთდაპირისპირება, ეს შიდა ქოცური იქნება, ნაცური იქნება, ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულ ფლანგზე იქნება, ქვეყნის გარეთ იქნება ქართველებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა. ისეთი ტრადიციული მოკავშირეები, თანამებრძოლები, რომლებიც ერთი მეორის მხარდამხარ იდგნენ წლების მანძილზე, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა, მოულოდნელად ყველა ერთ დროში, ერთ მომენტში დაუპირისპირდა ერთმანეთს და მიდის ერთმანეთის შეურაცხყოფა, ბინძური საცვლების გამოფენა და რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი და მეტი დაძაბულობის შექმნა და მეტი და მეტი დაპირისპირების შემოტანა. რას უკავშირდება ეგ ყველაფერი ახლა ეს ისედაც ხდება საქართველოში, ბუნებრივი პროცესი არის, რომ ყველა ეზიზღება, ყველას მტერია, ყველას წინააღმდეგა, ყველას რაღაცაში ადანაშაულებს, ცილს წამებს და ესე შემდეგ. ეს გასაგებია. ჩვენ ვართ ტრამვირებული საზოგადოებას, რომელსაც ბოლო 35 წლის მანძილზე ჯოჯოხეთი დაუტრიალეს თავზე, საზოგადოებას, რომელსაც მოუწყეს სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ურთიერთდაპირისპირება, სააკაშვილის ჯოჯოხეთი, შევარდნაძის ბნელეთის ეპოქა, ამ ჭორვილელი მაიმუნის უსამართლობის, სულთანხუთაობის პერიოდი, კოჰაბიტაციის პერიოდი და ნამდვილად ძნელია, რომ ამ გარემოში მოარსებე ადამიანმა რამენაირად თავი დაიცვას და მშვიდად იყოს და არავის არ დაუპირისპირდეს და რაღაცაზე გულისწყეთა არ კონდეს, გამორიცხულია რომ ეს არ იყოს, რომ მაშინ უნდა იყოს სრულიად ინდიფერენტული, ყველაფრიდან გამიჯნული, სრულიად ეგოისტი, მარტო მის თავზე უნდა ფიქრობდეს და აქაც არაა დაზღვეული, იმიტომ რომ ეს მე გადადის საზოგადოებას და ყველა ერთმანეთს უპირისპირდება. მე თქვენ არც ისე დიდი ხნის წინ, ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ქვემოთ და ეს არის 7 ივლისის ჩემი
YouTube-ის არხზე არის ეს ვიდეო და მაშინ უკაცრავად წინასწარმეტყველებდი, რომ სუსი შემოაგდებდა ახალ ლიდერებს ამ ფონზე. და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩახვიდეთ, შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი და რას ეძღვნებოდა ზოგადად ეს ვიდეო ლაივი, კარგად მოგსმინოთ და კარგად გაიაზროთ თუ რაზე იყო იქ საუბარი. როდესაც ასეთი მაქსიმალური დაძაბულობა ხდება, მაგ დროს იქმნება ბევრი ხელოვნური ლიდერი. იმიტომ რომ ხალხში დაგროვილი ნეგატივი, ხალხში დაგროვილი აგრესია, რაღაც მიმართულებაზე იქნას წასული და როდესაც ეს ყველაფერი იქნება ერთ მიმართულებაზე წასული და მიმართული, შემდეგ ეს ერთი ცრუ ლიდერი გადაუხვევს გზიდან და მუხტი დაიშლება, ხალხი გაწმილდება, ყველა თავის გზაზე წამოვა, ისევ ეს იტყვიან რომ საქართველოს დადის მოჯადოებულ წრეზე, საქართველოს არაფერი არ ეშველება, იმიტომ რომ ასია, იმიტომ რომ ისია, თავისთავად ტრადიციულად საპატრიარქო გვერდზე იქნება გამდგარი და იტყვის რომ ჩვენი რა საქმეა, ჩვენი საქმე არის მხოლოდ ლოცვა, მხოლოდ ღმერთის დიდება, ეს თქვენი საქმეა, ერს ერისა, ბერს ბერისა, ამაში საპატრიარქო არ ერევა, საპატრიარქო საერთოდ რაში ერევა მე არ ვიცი, გარდა ბიზნეს წილებისა და გარდა შემოსავლისა, მეჩმე მაგინ ჩარეული არაფერი არ მინახია სიმართლე გითხრა. და ვინც რამეს ხმას ამოიღებს, ყველას დაესხმებიან თავზე და გაანადგურებიან. რაღაცას ხომ ემსახურებოდეს ეს ყველაფერი. ხო და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ის დაგეგმილი პროცესი, რასაც ქვია არაბიზაცია, რასაც ქვია არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოში, ეს განხორციელდეს. ეს არის უსაყვარლესი მეთოდი ქართული სპეცსამსახურების, რომელიც არის აბსოლუტურად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მართული, საკუთარი ერის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, აპრობირებული მეთოდი არის, არსებობს უამრავი მოღალატე, არსებობს უამრავი ხელოვნური ცრუ ლიდერი, როდესაც საჭირო ესე იგი მომენტში, საჭირო დროს გამოჩდება, ვითომ ხალხს იმეც ჩაუსახავს და მე საჭირო მომენტში გაქრება. ან კომპრომატები ამოვარდება, ამიტომ ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ქვემოთ და ნახოთ ეს ბლოგი, მე აქ დეტალურად გესაუბრებით. ზუსტად არაა დიდი ხნის წინ, თვეც არაა გასული მის მერე, ხო, აი, გასულია სადღაც 25 დღე და სწორი პროგნოზირება მქონდა გაკეთებული, რომ უახლეს მომენტში იქნებოდა შემოვარდნილი ახალი ცრუ ლიდერი და დიახ, შემოვარდა ახალი ცრუ ლიდერი, ეხლა რამდენად წარმატებით ეს ცალკე საკითხია, მაგრამ აი იქ ვითომ ხატია ჯანაშია და მის გვერდით, რა ვიცი, შემოკრებილი საზოგადოება, რომელიც იხილეთ თქვენ მისულ გულანთებულ ქართველებს დაუპირისპირდნენ და გაახსენეს რაღაც წარსულიდან რაღაცეები, რომ თურმე ესე იგი ვიღაცამ პატრიარქს პუტჩისტი უწოდა, ვიღაცამ თურმე ესე იგი ზვიადის მომხრე არის ეს და ამიტომ ამათ გვერდით არ უნდა იყოს და იქ უნდა იყვნენ, თურმე ეს სამშობლოს ბედი ხატიამ უნდა გადაარჩინოს და ხატიას გვერდით უნდა დადგენ მთელი ვაჟკაცები და აი ეს არის ზუსტად ის ტროასცხენი, რომელი ტროასცხენი ცრუ ლიდერის სახელით იქნება შემოვარდნილი, როგორებიც იყო შემოვარდნილი უამრავი გრეჩიხების პერიოდი, გაიხსენეთ. თავის დროზე 80-იანებში, 90-იანებში, მე 2000-იანებში რამდენიც კიდე იმდენი ტროასცხენი იყო შემოყრილი. მე ახლა ბოლო პერიოდს ვამბობ, ვისაც ახსოვს, მე რამდენი იყო იქ ალასანიას სახით შემოვარდნილი, მე ის გადავიდა ეს ყველაფერი მოდიდან, მე შემოვიდა ცრუ ლიდერების ინსტიტუტი აგერ ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით ცრუ ლიდერების სახე, ეს კოცე ამორგოშიას სახით, რა ქვია, ცრუ ლიდერების სახე და ესეთი უამრავი გვახსოვს და აი მათი ანასხლეტები არიან ეს ყველაფერი, რასაც უშიშროება აკეთებს
ქართული საზოგადოების დაშლისთვის, გახლეჩისთვის, ბატონო სერგო ფეხებზე მკიდია რა ხდება უკრაინაში, არ მაინტერესებს არც უკრაინის ბედი და არც რუსეთის ბედი, არ მაინტერესებს ჩემი სამშობლოს ბედი მადარდებს. ვის რამდენი დაუკარგია ერთმანეთში იქნონ მაგაზე არ არის ახლა ეს და ხელი შესაძლებლად თუ შემოდიხარ, მიბრძანეთ შემოძმაო და სხვა თემაზე წერი მაგ არიან უკრაინის ომის პროფესორები და ისინი განგიმარტავენ მაგას. მაგ თემაზე როცა ვიქნება საუბარი, მაშინ გავარკვევთ. ეხლა ვლაპარაკობთ ძრულ ლიდერებზე. და ნუ რავი, ვეცდებით გადავიყვანოთ თემიდან. არ ვიცი ახლა შეიძლება ზოგიერთი გულწრფელად აკეთებს ამას და ზოგიერთი შეიძლება დავალება აქვს მოცემული. იმიტომ არ ცალე მე სხვა კითხვებს საერთოდ გავთიშავი ხლა მას კომენტარს და ჩავთავ მე. ხელი რო არ შემიშალოს ვინმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხალხი არიან რაფინირებული სუსის აგენტურა, რომელი რაფინირებული სუსის აგენტურაც ასრულებს საქართველოში აი ამ მოვალეობას. და ამ აგენტურას გააჩნია კონკრეტული დავალება. მოხდეს მაქსიმალურად ერთი მეორეზე ადამიანების გადაკიდება. მე რატო გეუბნებით ახლა ამას? შეხედეთ? ადამიანებს ვისაც ჩემთვის სიტყვაზე გამარჯობა უთქვიათ, ის ადამიანები იწყებენ დისკრედიტაციის და დააკვირდით აი ამ ელემენტს. ეს ვითომ ეროვნულები რო არიან, მათი ფლანგიდან არის ეს რო იცოდეთ ეს არის პატაგოგ შელიძე, პოსტტრაუმული დაავადებული, დაინვალიდებული ადამიანი, რომელიც ეტლსაა მიჯაჭული, არის გურამ ფალავანდიშვილისნაირი და ესეთი მოწუნეები რო არიან, რა ქვია, ჩემი პატრიარქი რო უყვართ და ქრისტე რო არ აინტერესებდა, ქრისტეს ისინი და პატრიარქი რო უყვართ და სხვა მეტი რო არაფერი რო არა, უამრავ სიბინძურეს ავრცელებს და უამრავ სიბინძურეს ავრცელებს ადამიანებზე, რომლებსაც აერთიანებთ რა ქართული მიწის საკითხები. დააკვირდით ახლა აი აქ ჩვენი გაერთიანება, აი აქ არის თემო ბოკელავაძე, რომელიც ჩვენი გაერთიანების წევრი არ არის, მაგრამ ეკლესია ვინც აღმოაჩინა და როგორ და რანაირადაც იქ რაც უნდა მოხდეს, ანუ მიწის საკითხებთან სადაც იღებს ხმას და ასევე ბატონი ვაჟა უთარაშვილი. ბატონი ვაჟა უთარაშვილი არის ადამიანი, რომელმაც აი მე მის დამსახურებებზე, მის წარსულზე საუბარი საერთოდ არ მინდა. რა მეცნიერულ კვლევებსა და ეს რა აქვს დაწერილი და ასე შემდეგ, ამაზე არ მინდა საუბარი. მე მინდა ერთი რაღაცის თქმა. ამ ადამიანმა, ვაჟა უთარაშვილმა, ბოლო დროს მოუგო ხანგრძლივი სასამართლო დავა იყო გამართული, სადაც არაბი ინვესტორები იყვნენ კასპის რაიონში შესული და გაყარა ეს ხალხი და იქ დაძარი უნდა აშენდეს და ქართული მიწის დაცვა აი ამ სასამართლოების პერიოდში, აი ამ უსამართლო ქვეყანაში მოახდინა ამ ყველაფრის, ესა რა ქვია, სამართლებრივი გამარჯვება და არის მაგალითი სხვათა შორის და მინდა გითხრათ, აი მოგმართავთ ყველა პარტიას, რო გკითხოთ, რომ პარტიები ხართ და ორგანიზაციები ხართ და რაღაცას წარმოადგენთ. და თქვათ და კაი ავიღოთ, რომ თქვენ ხალხი არ მოგყვება და ქუჩაში 20-30 კაცი არ გამოგყვებათ, ხო? იმიტომ ეს თქვენი დამსახურებაა. აი თქვენი დამსახურებაა, იმიტომ რომ არა ხართ თქვენ რეალური ოპოზიციონერები და არაფერი არ გიკეთებიან. ხა მე მინდა კითხვა დაგისვა თქვენ. 333 პარტიაა, ხო? 333 პარტიიდან რო კითხვა ამ ხალხს, 322 არის ოპოზიცია. ოპოზიციური პარტია. ერთი არის ქართული ოცნება სახელმწიფო, დანარჩენი ყველა ოპოზიცია. ხო და გეკითხებით მე თქვენ, რატო არ შეაქვს 322 პარტიას არც ერთს სამართლებრივი საჩივარი საქართველოს სასამართლოში, გასაგებია, ხო? ზოგი იქნება მოგებული, ზოგი არ იქნება მოგებული, შემდეგ ელოდება სტრასბურგი. არის ესეთი მექანიზმი, რომ საქართველოში თუ ვერ მოხდება, ესა რა ქვია, სტრასბურგის სამართლის მიღწევა, რჩება სტრასბურგის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლოს დროში გაწელვა აქ ძალიან დიდი და ეს რას ახდენს, იცით? ან ეს სულთან ბრძოლის მეთოდი არის. ეს ახდენს იმას, რომ ეს შეიძლება გაიწელოს 5 წელი, 10 წელი, 15 წელი. ეს ყველაფერი და ინვესტორი, რომელიც ფულს დებს საქართველოში ამ არაბული ქალაქების ასაშენებლად, მას უკვე უჩნდება რეალური შიში, რომ ვაიდა სამართლებრივი გადაწყვეტილება რო იქნას წაგებული ადრე თუ გვიან, ის ინდივიდუალურული იქნება მისი ქონება დათმოს და გავიდეს ქვეყნიდან. ან სახელმწიფო იძულებული იქნება ამ საქართველოში თუ არ მოხდა ეგ ყველაფერი, სტრასბურგის გადაწყვეტილება შეასრულოს საქართველოში და ნაციონალიზაცია გაუკეთოს
ამ ყველაფერს. არც ერთ პარტიას ერთი საჩივარი არ შეაქვს. ესა ძალიან სერიოზული რეალური სამართლებრივი ბარიერი. მე არ ვამბობ იმას, რომ საქართველოში შეიძლება სამართალი რო იყოს ამას რა, მაგრამ ეს არის ბრძოლის მეთოდი და შეიძლება იმ 332 საჩივრიდან შეიძლება 2-3 დიდი ბრძოლის შედეგად თუ ვინმე იბრძოლოს, როგორც ბატონმა ვაჟამ მიაღწია საქართველოში სამართლებრივ გამარჯვებას, აქაც მოხდეს რაღაცა გამონაკლისები დაუშვან. მაგრამ ეს პირდაპირ ინვესტორი დებილი არ არის, კარგად ხედავს საქართველოში რა განწყობაა, ის კარგად ხედავს საქართველოში თუ როგორ ხდებიან მისი ინვესტიციას და ის იტყვის არა ძმაო, მე თქვენი თავი არ ამაქვს. თქვენ გაქვთ წიოკი, თქვენ გაქვთ არეულობა, თქვენ ჯერ იმის გარანტიას ვერ მაძლევთ, რომ მაგ მე რო ფული ჩავდო, ის იქნება დაცული ინვესტიცია და არ მინდა თქვენთან არანაირი ინვესტიციის ჩადება, მე წავალ და ვნახავ სხვაგან. დღეს სხვათა შორის საღამოთი თბილისის დროით ეს დაახლოებით 9 საათზე თუ რამე არ შეიცვალა და თუ რამე სასწაული არ მოხდა, უნდა მყავდეს დაგეგმილი გვაქვს ეთერი არჩიბალდ მეკეშთან ერთად, უნდა ვისაუბროთ ანალოგიურ მოვლენაზე, რომელი ანალოგიური მოვლენაც ზუსტად ამ არაბულ კომპანიებს დაემართათ ალბანეთში, იქ როგორ აღდგა ხალხი, როგორ დაუპირისპირდა ამას და როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ეს ბიჭი არის ძალიან კომპეტენტური ამ საკითხებში, ძალიან კარგად გარკვეულია და თბილისის დროით ასე 9 საათისთვის გვექნება ჩვენ YouTube ტრანსლაცია ჩემს არხზე. ну აქაც რა თქმა უნდა დავდებთ ლინკს, ვინც ჩემს იმაზე ხართ აქტიური გამომწერები, ჩემ ტელეგრამის არხზე და ამაზე რა ქვია Facebook-ის არხზე მიიღებთ ლინკს და შეგიძლიათ ნახოთ, გამოგზავნეთ და ნახოთ და ანალოგიურ პრობლემას როგორ უმკლავდებიან ალბანეთში ალბანური საზოგადოება და გავავლოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პარალელები. ძალიან კარგად არის ინფორმირებული არჩიბალდი ამ საკითხებში. და ეს არ უნდა მოხდეს. ის რაც ხდება, საიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი? ზუსტად ეს არ უნდა მოხდეს. ის რაც ალბანეთში ხდება, ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ, საქართველოში არ უნდა მოხდეს ეს. საქართველოში უნდა ხდებოდეს ის რაც ხდება. და ამიტომ ესეთი ბინძური ადამიანები აბსოლუტურად ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რომ ადამიანების მიმართ მაქსიმალურად იქიდან შეურაცხყოფა მიყენებული ვიღაცაში გარიონ, ვიღაცა რაღაცაში ჩართონ და აი ამ დაძაბულობის ფონზე საზოგადოებას არანაირი ერთი პირი არ ჩამოყალიბდეს, თუ რაღაცა ჯგუფი იქნება ჩამოყალიბებული, მათ ეყოლებათ ხატია ჯანაშიასნაირი ცრუ ლიდერი, გამყიდველი ლიდერი, რომელი გამყიდველი ლიდერიც საჭირო მომენტში გადაუხვევს. და იქ ეს იმისთვის კი არა ეს ადამიანი იქ მისული, რომ ერთობა დადგეს და ერთობლივად მოხდეს ბრძოლა. ზუსტად ესა სპეცსამსახურების ზუსტად ჩანერგილი აგენტურა, ფსევდო ეროვნული, დაგვირდით მის წარსულს. დაგვირდით. ჯერ იმათთან იყო, ალტინფოსთან იყო, კონსერვატორებთან იყო, იქ აკოთ და მე იქ აკოთ და ყველასთან აყროლდა. გამოდის მერე და ერთი მეორეს როგორ ლანძღავს და როგორ ერთადერთი მიზანი აქვს ამას. ერთადერთი დავალება აქვს უშიშროებიდან. მან რაც შეიძლება მეტი აკოთება უნდა გამოიწვიოს. მე ქალია, პასუხს არაფერზე არ აგებს, მიუხედავად იმისა, რომ კითხავს, ვაშკაცი ქალია და ვითომ რაღაცა ეს ბინძური ქუჩური ტერმინოლოგიით რო ელაპარაკება, არც უფროსი იცის, არც უმცროსი იცის, დედის ტოლა ქალს და მამის ტოლა კაცს რო ეუბნება, ვიღაცა რო პატრიარქს პუტჩის ისა რა ქვია უწოდებს და თქვენ მონურად უსმენთ ამ ყველაფერს, ეს ჩემთვის მიუღებელია. ესა უსინდისო გარეწარი ადამიანი. ყავთ ესეთი, აი გოგშელიძე როა, ეს ავადმყოფი, ესეც სხვათა შორის პოსტტრაუმული არის და იცის, რომ ამ საცოდავსაც არავინ შეეხება, არავინ არ შეეხება, აკეთებენ ეს ხელშეუხებელი ხალხი არის, უთავმოყარეო, უსინდისო, რას გეტყვი, იცი შეუნამუსო პატა გოგშელიძე. მამაჩემი, მთელი ცხოვრება პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო. პოსტტრაუმული კი არ იყო, ბავშვობიდან ინვალიდი იყო. მთელი მისი სიცოცხლე. მაგრამ ისი გარდაიცვალა ცხოვრებაში არ გაბოროტებულა. და ბოროტი არ ყოფილა. ოჯახით შექმნა, შვილებიც გავზარდა ამ გაჭირვებულ უბედურ ცხოვრებაში, არც სული გაუყიდია და არც კაცობა და არც ადამიანობა იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახისთვის და საკუთარი შვილებისთვის მომავალი ეყიდა. შენ ნაბიჭვარო შენი ავადმყოფობის გულისთვის ვიღაცამ რო ორი ლუკმა ჩაგიგდოს პირში, ყველაფერზე მიდიხარ და ამ ადამიანებს ასე შეურაცხყოფას აყენებ. შენ ხარ უბინძურესი, აყაროლებული ადამიანი, კარგად გცემს
გცემს იქ საზოგადოება პასუხს, სხვათა შორის რაღაცა ლექსი დაუწერია, ლექსი ახლა ეს მოიცა ჩვენოთ. აჰა, ლექსი და ქუთაისელის სერგიას ლექსი გამახსენდა სიმართლე გითხრათ და აგე რა ეს ბოლოს ასიამთავრებს თუ კი რამე უწმაწური ამად გამო დავწერე შენდობას ვთხოვთ მაპატიეთ თუ კი მე ვერ მოითმინე და ავტორი პატა გოგშელიძე ალბათ ჯიბიტით ჩატით დაწერა ეს ლექსი ну რადგანაც ლექს წერას შენერი უბორნის პოეტები მომრავლებულია საქართველოში და მიყვარს ეს ლექსი და გაგიმეორებ ჩემო პატა გერმანიამ ომი გვიქნა გააკეთა დიდი ტანკი უბორნის პოეტებო თქვენ მოგიტყანთ დედის ტრაკი ხო და ერთმა კი დაგიწერა იქ კომენტარებში რომ ესო რა ქვია გაუფრთხილდიო ახლა მაგ ლექსო რამენაირად ესა გაგა ჩუტაშვილს დაუწერია რომ ფრთხილად იყავი მეგობარო ლექსიო არავინ მიითვისოსო საავტორო უფლებებით დაიცავი და ვინმე პლაგიატ ისეთი შესანიშნავი ლექსი გაქვს აუცილებლად უნდა გაუფრთხილდე მაგას პატა შენ მე შევდივარ შენ მდგომარეობაში შენ ხარ დაინვალიდებული ფეხზე ვერასდროს ვერ გაივლი გაქვს ეს განაჩენი გამოტანილი და შენმა ბოროტებამ საზღვარი არ იცის შენმა ბოროტება შენ სამყაროს გადაბუგავ იმისთვის რომ შენი ეგო დაიმსახურო და იქ მერე სხვათა შორის ისა რა ქვია გვერდით ისუდევს რა ქვია პატრიარქის აი დაგვერდით ეს დიდი მორწმუნე პატრიარქის ნახერაებს წერს ესეთი მორწმუნეები არიან პატრიარქის სურათი უდებთ აქეთ და აი ამას უწერენ ადამიანებს ამას უწერენ აი ამ ადამიანებს რომლებიც არაფერ შუაში არ არიან აი ესეთი მაღალი დონის ქრისტიანები არიან და ესეთი შვილები ყავს ასეთი სულიერი შვილები გაუზრდია ილია მეორის თუმცა მე ნამდვილად არ მიკვირს იმიტომ რომ ილია მეორის ნათლული იყო შევარდნაძე და მისმა სულიერმა შვილმა საქართველო გადაბუგა და თელი შთამომავლობით დამღა დაატყო და ნამდვილად არ გამიკვირდება ახლა ილია მეორის სულიერმა შვილმა შევარდნაძემ თუ ამდენი უბედურება მოუტანა ქვეყანას მისმა ამნაირმა პატარა ნაბოზრებმა ეგეთი რაღაცები რო წერო ძალიან დიდი სულიერი მამა გყავთ და ძალიან დიდი სულიერად გაუზრდი ხართ აი დიდი ქრისტიანობის გზაზე ხართ და იარეთ ასე და აბა ნახავ ერთი ბოლოში როგორ შედეგს დადებთ ეს ვინმეს თქვენ არ გეგონოთ რომ ეს მეთოდები სხვათა შორის დღეს გადავავლე ესეთი მეთოდები მარტო საქართველოში ხდება თუმცა დააკვირდით ახლა ეს არის ქართული სოციალურ-ეკონომიკური რეალობა დააკვირდით პრეზიდენტის პრემიერის სხვა ჩინოვნიკების ხელფასები და გაჭირვებული ადამიანების ხელფასები დააკვირდით აგერ შემოპირების დახმარება პენსია რამდენი არის და გაჭირვებულების დახმარება სადაც 100 ლარი 200 ლარი 195 ლარი და აქნას ახლა პატა გოგშელიძემ ეს ასე ცოტა საძლევენ კოცები ოფიციალურად და არაოფიციალურად ჯიბეში ჩაუდებენ მერე და ეტყვიან რომ აჰა ინვალიდი კაცი ხარ და აფული გჭირდება ჰა შედედამოწყურო გამოგიგზავნე აგე რა ორგაბიქს და გაჩუნდი თუ ფული გინდა ამენაირად აჰა გამოგიგზავნე მესმის რომ გიჭირს მესმის რომ არა პოსტზე არა მაქვს რა პოსტზე არა მაქვს საუბარი მე ეს მყავს მაგალითად გამოყვანილი იმ მაგალითად ამყავს გამოყვანილი ჩემო ძმაო თუ როგორ ახდენენ აი ესეთი ბინძური ადამიანებიდან შექმნან საზოგადოებრივი აზრი და როგორ გადაკიდონ ერთმანეთზე ხალხი ეს როგორც იმაში დათა თუთაშხიაში რო არის ოტოიაო გიჟირო დარბის ხო იცი შენ დათა თუთაშხია ესაო ალბათონ თეა კიდე ერთხელ ვამბობ მე არა მაქვს ამ პატა გოგშელიძე იქნება ხატია ჯანაშია იქნება თასო სხვა იქნება არა აქვს მნიშვნელობა ესეთი ელემენტები იქნებიან მე საუბრობ იმაზე რომ საზოგადოების მოწამვლა საზოგადოების დაპირისპირება როგორ მინდის თუ არა ნამდვილად არ დავდივარ იმ დონეზე რა სიტყვის ახლა პატა და რა სიტყვის ესა რა ქვია ხატია და რა სიტყვიან ესენი სულ ცალფეხზე მკიდია მაგათმა კაი რო თქვენ თავი უნდა მოვიკლა
ასე რომ ამაზე არ არის საქმე, ამიტომ კარგად გამიგეთ, რასაც ვლაპარაკობ, ღმერთმა დამეფაროს, მე ამათ ვძდივ. ღმერთმა დამეფაროს, მე ვამბობ უბრალოდ რაზე. ეს ელემენტები აკეთებენ აი ამ ყველაფერს იმისთვის, რომ საზოგადოება იქნას მოწამული. დაპირისპირებული საზოგადოება, შენ ჩემს გვერდით არ დადგე, ის ამის გვერდით არ დადგეს, ის იმის გვერდით არ დადგეს, იგი იმასთან ნაჩხუბარია, იგი იმასთან დაპირისპირებულია, იგი ასია, იგი ისია და არ შეიკრიბება არასდროს ძალა, რომელიც ძალაც დაუპირისპირდება სისტემას, რომელმა სისტემამაც უნდა ააშენოს არაბული ქალაქები, რომელმაც უნდა ჩასახლოს 70,000, რა ვიცი, უცხო ჯიშის ადამიანი საქართველოში და აქ ამაში არის ლაპარაკი. თქვენ უყურებთ ამას, რომ ისინი პატარა ადამიანები არიან და თქვენ უყურებთ იმას, რომ ეს მათი მეტი არა მაქვს საქმე, ჯერ ადამიანს არ ვებრძვი, მე ცხოვრებაში არასდროს არ ვებრძვი. შეიძლება ადამიანში ჩასახლებულ ბოროტებას ვებრძოლი, მაგრამ ადამიანს არ ვებრძვი. არასდროს ღმერთმა დამეფაროს, ამდენ ბინძურს როგორ უნდა ვებრძოლო. მაგრამ როგორ მათი ქმედება, მათი სიბინძურე თუ აი რა შედეგი მოაქვს ამას. წარმოიდგინეთ ახლა ეს ხალხი დღე-დაღამე ფიქრობს იმას, რომ დავალება შეასრულოს. ესენი არის ყველა უშიშროების აგენტურა, ამათ ყველას მაინც ბიჭო ყველა ეს ბიოლოგიური ნაგავი რავა, ყველა პატრიარქის მადიდებლები გახდეთ. თქვენ გონიათ, ამიტომ ისახავთ, რა ქვია, პატრიარქისგანაც ადიდებთ, თქვენი ნაგობა იმარება? და ამიტომ კაი ხალხი ხარ, დამთავრდა საქართველოში ლეგენდები, დამთავრდა საქართველოში ეპოქა. მაგი, როდესაც ცოცხალი იყო პატრიარქი, მაშინ კიდე რაღაცა ფასი ჰქონდა. დამთავრებულია ეს ეპოქა და გაწმილებულია ხალხი. გაწმილებულია ხალხი იმ პაპიზმით, რომელი პაპიზმით საქართველოში შექმნილი. ტყუილი, აი ეს იყო ქართული საზოგადოების მასაზრდოვებელი ყოველდღე ცრუ იმედები. ახლა აფხაზეთში დავბრუნდებით, მეორეთ მოსვლის დრო მოვა, ბოლოჟამის პატრიარქია, წყნარად ვიყოთ, ამან ასე მოუწოდა, იმან ასე მოუწოდა. ამან ხილვა ნახა, ამან ნათელი ნახა. ნათელმხილველობა, ლელაკაკულების დასრულდა. იაპონელებს აქვს ნათქვამი დაბადების და სიკვდილის გარდა დანარჩენი ყველაფერი ილუზიაო. მორჩა. წავიდა ადამიანი, აქ იმას ბევრი კარგი გაკეთებული საქართველოსთვის, აქ ბევრი ცუდი გაკეთებული საქართველოსთვის და პირველ რიგში პუჩისტების მხარდაჭერა იყო მისი ყველაზე დიდი არასწორი საქციელი, დანარჩენს რო თავი დავანებოთ. არავინ არაფერს არ აბრალებს, სტყუილია, ვინმე რამე დააბრალოს, ეს არის მისი ბიოგრაფია და თუ თქვენ ეს არ იცით, ძალიან ცუდი, გადახედეთ საქართველოს უახლოეს ისტორიას და ძალიან კარგად ნახავთ მისი მოწოდებით დაჩოქებულ ხალხს და შევარდნაძეს, რომელიც თურმე სულიერმა მამამ მეორედ აკურთხა საქართველოს მეთაურად. და სხვა უამრავ ბევრს იბინძურეს. და დიახ. ყველას აქვს თავისი წვლილი ერის ამ მდგომარეობაში შეტანისთვის. თუმცა აქ კარგიც გაკეთებული, მე არ ვამბობ, არ უარყოფ იმას, რომ მაგ ადამიანს კარგიც აქვს გაკეთებული. ეს როდესაც დაიდება პინაზე ნებისმიერი ადამიანის გავლილი კარგი თუ ცუდი, ამას გადაიწონება ისტორია შეაფასებს. მე მაქვს ესეთი დამოკიდებულება. დიახ, დღეს ესენი მანიპულირებდნენ და სულ მანიპულირებდნენ და საერთოდ პატრიარქის ინსტიტუტიც ამას ემსახურებოდა. გაიხსენეთ, მე თქვენ გაგახსენებთ, რომ სააკაშვილის პერიოდში როგორ იყო რამდენი შეკრებილი ადამიანი იკრიბებოდა, უზარმაზარი აქციები იყო და მე ეს აქციები მიყავდათ სამების ტაძარში და მე ეუბნებოდნენ აბა პატრიარქმა გვითხრას, პატრიარქმა დაგლოცოს, პატრიარქმა რა უნდა ეთქვა პატრიარქს ჯერ ერთი პატრიარქს მოეწოდებია ძალადობისთვის, დამხობისთვის, ახლა ეს სხვა გამორიცხულია. ილია მეორის მსგავსი ადამიანი მაგას არ ეთქოდა არასდროს. და რაში ჭირდებოდათ? იმაში ჭირდებოდათ, რომ ეს ინსტიტუტი უბრალოდ ხელისუფლების და საპატრიარქოს ინსტიტუტი მუშაობდა ერის გაწმილებაზე და გაწმილდებოდა ერი, დაიშლებოდა მერე სამებიდან, წავიდოდა სახლში და ამან იმუშავა. ამან თავისი დრო, თავისი ეპოქა შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ახლა თაობათა ცვლამიდის, ახლა რელიგიური პირების მიმართ დღევანდელ საქართველოში რეიტინგი განულებულია, ასე რომ ვთქვათ, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ეს სისტემამ ასე გადაწყვეტა ეს ყველაფერი და ახლა არის სხვა მეთოდები მოსანახი.
ცოტა ნახულობენ ახლა აი ამ სხვა მეთოდიკას და მოინახება ეს ყველაფერი. ჩვენ კიდე პატრიარქი ცოცხალი აღარაა, შევარდნაძე ცოცხალი აღარაა, საქართველოს არსებობს, საქართველოს დაკარგული აქვს ტერიტორიები, საქართველოს მართავს შევარდნაძის მიერ დატოვებული გამოზრდილი პოლიტიკური გამყიდველი მოღალატე ელიტა, რომელი მოღალატე ელიტის სახელიც ლეგიონია. არ არის არანაირი ნაცი, არ არსებობს არანაირი ქუცი. ამას ქვია, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს ჰიბრიდული ომის ენაზე, ქვია აქტიური ღონისძიებები. სხვისი ხელით გაკეთებული საქმე. ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქმედებს უშიშროება, უშიშროება ახდენს დაპირისპირებას ერთმანეთს, რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა და კაცშვილი არ გამოვიდეს მერე ქუჩაში. ამიტომ ეს სრულ ლიდერები არავის არ იწამოთ, ყველას გაფრთხილებთ. იქ მისვლა და იმათ გვერდით დადგომა, იქ რომელიც მოგიწოდებთ ეს დაამტრიეთ, ეს დალეწეთ, ეს გადაყარეთ, ეს გადმოყარეთ, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჩაიდინოთ დანაშაული, მერე თქვენს დაჭერაზე ამათმა პოლიტიკური ქულები დაიწერონ, რომ აი ჩვენი თანამებრძოლები დაიჭირეს, თქვენ მოგიწევთ ციხეში ჯდომა, იქ არაფერი არ მოხდება, ხალხი დაშინდება, ხალხი გაწმილდება და ეს არის ამათი ჩანაფიქრი. ძალიან ბოროტი და ძალიან ბნელი ძალა მუშაობს საქართველოში ქართველი ერის და საქართველოს გასანადგურებლად. აიგეთ ეს არის მართვადი ქაოსი, რომელიც განიხილება სპეცსამსახურების ენაზე ჰიბრიდული ომის სამოქალაქო არმიის მოქმედება დაშლა, ჯერ შეკრება და მერე დაშლა, მაგალითად არარუსულ კანონს რო იყო და იქ სამოქალაქო არმია იყო შეკრებილი და როგორ უნდა დაშლილიყო და როგორ უნდა დაცალცალკებულიყო, იქ ცალკე იმუშავეს, აქ ცალკე იმუშავეს. ეს ჭირდება სისტემას. ეს არის ყველაფერი თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არის მართვადი პროცესი, რომელი მართვადი პროცესიც აუცილებლად ისახავს ერთადერთ მიზანს. ეს პროექტი განხორციელდეს, ქართველიერი იქნას გაწმილებული და საქართველოს იქნას დაშლილი. არ არსებობს არანაირი დაკვირდით მათ ლუზუნგებს, მათ მიმართვებს. არ არსებობს არანაირი სწორი მიმართვა. სწორი მიმართვა ამ შემთხვევაში იქნებოდა სულ სხვა რაღაც. სწორი მიმართვა იქნებოდა ის, რომ ეგრეთ წოდებული ვითომ ლიდერები, ჩინური ჟანა დარკი რო არის შექმნილი აქ საქართველოში, ჩინური პატენტი უпростоრად, ეს ხალხი იკრიბებოდნენ საპატრიარქოსთან და ითხოვდნენ პირდაპირი მოთხოვნა იყოს გამართული. პირდაპირი მოთხოვნა იყოს გამართული, რომ საპატრიარქო გამოდი, დაგვიდექი გვერდით, რომ მოვიგერიოთ რამენაირად ეს ურდო, რომელიც საქართველოში შენ ყოფილხარ ამრები ახლა იმდენჯერ გაგაფრთხილე და მაინც არის სვენებთ მიბრძანდი შემოგევლე. აი ტროლი გაუშვი თავის გზაზე, რომელიც 1000 ტვინის ამრევ კომენტარებს წერდა. ესეც მათი ნაწილი არის, რომ გადაგიყვანონ თემიდან თემაზე. არა, არ გამოვა არსად საპატრიარქო, რადგან ალბათ ავიწყდება იქ ხატია ჯანაშიას და ავიწყდება სხვა დანარჩენებს, ეს რა ქვია, ამის და 300 არაგველი სახელით რომ მანიპულირებენ კრწანის ველზე, ავიწყდებათ ის რომ დიახ ის ტერიტორია, რომელ ტერიტორიაზეც უნდა აშენდეს არაბული ქალაქი, დიახ საპატრიარქოს გაცემულია, დიახ საპატრიარქოს გადაცემულია და საპატრიარქოს ამაზე პასუხისგება არ უნდა. არ ჭირდება ზედმეტი პრობლემები, ამიტომ იქ არ უნდა იხსენოს ვინმე, რომელმაც საპატრიარქოს მიმართ რაღაცა გამოხატა, იქ არ უნდა ხსენდეს რაღაცა, იქ უნდა იყოს მარტო ესენი, აუ რა მაგარი გოგოა, გვერდით უდგივართ, აი ესა. ეს არის. დაგვერდით იქ გნებავთ იმ დაფინანსებულია ეგ ყველაფერი, საიდან მოდის ის პლაკატები, საიდან მოდის ესე მომზადებული ყველაფერი, ზუსტად ანალოგიური ერთი მეორის მეყოლებით ფილიგრანული სიზუსტით გება ეგ ყველაფერი. არავის არ გახსენებია იგივე პროცესები, როდესაც იმართებოდა გონიოში. და გონიოს საქართველოს არ არის? გონიოში ქალაქი არ შენდება? გონიოში პრობლემა არაა? არაბული ქალაქების დასახლების, იქ უფრო მეტი საშიშია, თურქეთის საზღვარია. იქ მუსულმანური ქალაქის გაშენება რა პრობლემას მოუტანს, რა პრობლემებს შექმნის? არა, არავის არ მოუღია ხმა. არა. ხო და ქართველო ერო შენ ხარ განწირული დიდი ხანია
საპატრიარქოსგან, დიდი ხანია ყველა ხელისუფლისგან, წონებული ზვიად გამსახურდიას მერე, ვინც მოვიდა დღევანდელი დღით, აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერისგან, აბსოლუტურად ყველა სამოქალაქო აქტივისტისგან და დარჩენილი პატრიოტები, ვინც ხართ და ვისაც გული გერჩით და ვისაც გულანთებული ხალხი ხართ, ნუ გაყოფთ თავს იმ ხაფანგში, რომელ ხაფანგშიც თქვენ აღმოჩნდებით ციხეში, ასე ხდებოდა 5 ივლისს ასე მოხდა. ნამოხვანის პროტესტებზე ასე მოხდა. სხვადასხვა დროს ყოველთვის ასე ხდებოდა, რომ გულანთებული გულიანი ხალხი სისტემას დაეჯახებოდა, იმათ დაეჭერდნენ ისინი ციხეში და მე ეს ხალხი არც ერთი აღარ ჩანს არასდროს. თქვენს გასანეიტრალებლად იქნება იქ ეს რა ქვია, ის ხაფანგი. დაფიქრდით. ერთადერთი და სწორი გამოსავალი რა ამ შემთხვევაში? ერთადერთი და სწორი გამოსავალია ერი მიადგეს საპატრიარქოს. ერი მიადგეს საპატრიარქოს, ერმა მოთხოვა საპატრიარქოს წინ წაძღოლა. ხო ვენებს იჭრით და რო კითხო შეომუჯირს ხონდა იაროს ილია მეორის გზაზე და ილია მეორის დანატოვარი სხვათა შორის განცხადება აქ იმას და გაკეთებული და დატოვებული რომ იცის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს. მე რა უნდა გაგაშაო ბიჭო, გაშავებულები ხართ თავიდან ბოლომდე შავები ხართ. გულის ამრევები ხართ. ერთმანეთს იმას აბრალებთ, ყალბი ანგარიშები გახსნელი, იგი ამას ურიცხავდა, იგი ამას შვება, მე რა უნდა, მე ამაზე არ ვლაპარაკობ. არა შედით, თქვენიანების გვერდზე შედით, სადაც გუშინ იყავით. გადადით, გინდათ იმ ვარდუსანიძის გვერდზე გადადით, გინდა იმ კონსერვატორების გვერდზე გადადით. ერთმანეთის ბინძურ ნიფხვებს როგორ აფრიალებთ. მე რა უნდა გაგაშაოთ თქვენ? თქვენ ხართ ჩამოყალიბებული ნაბოზრები. თქვენ დამთავრებულია ეს ქართველი რო დაგიწერია სახელს და გვარს რო ვერ წერ. მე აგერა თელ თქვენი აგენტურა აგერ ამყავს, ვინ ახართ არ ვიცოდე მაინც. ყოფავ ბიჭო. ერთი მე მაგვიგოდა და ერთი მე არ მექნებოდა საქართველოში პრობლემა და მეორე თქვენ არ გექნებათ საქართველოში პრობლემა. თქვენ ერთმა დამიწერა, ერთმა კვერცხმა დამიწერა, რომ ისო რა ქვიაო, შენო ისო იცით თუ ნახე გაჩვენებთ ახლა ამ იმას. აი გემრიელად კი გამეცინა სიმართლე გითხრათ, მაგრამ ისეთი სახელიც ერქვა, რომ ნაცარქექია ეწერა ესე კომენტარებში რა, ნაცარქექია და ესეთი კომენტარი ქონდა დაწერილი, ჯანდაბა ამის თუ ნახე. რომ რაო, ესო რა ქვიაო, შენო სხვასო არ ექნებაო პრობლემაო და შენო საიდან მოიგონეო, რომ პრობლემები გექმნებაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგო და ბიჭო, თქვენაერი ხალხი, რომელიც არ უყარს აწუხებს, არ ცოცხალს აწუხებს და როცა დაჭირდება სუსის დავალებით შესაბამის საქმიანობას აკეთებს. როგორ რანაირად ვინ პირიქით, თქვენ ვინ დაგიჭერთ, ბიჭო, თქვენაერი ხალხი ჭირდება. გაუშვებეთ წინ, ფილმი როა ლომა, ერკემალი როა წყლები რო შეყავს და მე თვითონ გამოდის და წყლებს კლავენ და მე ასე წრეს რო აკეთებს, ხო? აი ესეთი ცრუ ლიდერები ამისთვის ჭირვებით. მაგრამ მე იქ ცუდად დასრულდა სხვათა შორის ის ერკემალი ლომამ გაითრია მერე და დედა მოუტყნა. ხო? ბევრი სიბინძურია, ბევრი. შენ ბიჭო რაზე უნდა ელაპარაკო? სახელი და გვარი ვერ დაგიწერია. სახელი და გვარი ვერ დაგიწერია და შენ მელაპარაკები კაცობაზე, ადამიან. შენ ახლა ურია ხარ. დიდი ალბათობით. რომელთაც გავსებულია საპატრიარქო ურიას აგენტურით. ჯერ კიდე ეკუმენიზმის პერიოდიდან აივსო. ასე. ეს ხარ და ქართველი ერის სახელით ლაპარაკობთ. ასია საქართველოში საპატრიარქოს სახელით ქრისტიანობაზე ბრძვიან. ეროვნულობის სახელით ზვიად გამსახურდიაზე ბრძვიან. და ქართული სახელმწიფოს სახელით საქართველოზე ბრძვიან. გადაინაწილეთ ახლა როლები იქ ყანდურებმა, აქ შენაირებმა, იქ ზევით კოცებმა და შეხედეთ, მე საქართველოსთვის რა სიკეთე მოგავთ. არა, ჩემო ძმაო, არა. ნათლია და ნათლული იყო. ილია მეორე და ედვარდ შევარდნაძე. კი. მე არავის არ ვლანძღავ, ეს ფაქტია.
რა დაანათლა ასეთი? რა დაანათლა? რა სულიერი აღზრდა მისცა? ან თქვენ რა სულიერი აღზრდა მოგცათ ასეთი რომ ამდენი დეგრადირებულები ხართ? ნამდვილად სუსის აგენტურის დადგმულ აქციაზე არ უნდა გავიდნენ. არ უნდა, რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდნენ. არა. და ტყეპარკში კი არ უნდა გავიდნენ. აი იქ უნდა მივიდნენ, აი საპატრიარქოსთან უნდა მივიდნენ. ვინც გაყიდა გზანისის ტყეპარკი, აი იქ უნდა მოითხოვონ მოსათხოვე. აი იქ არ მოსათხოვე. და რა იქ ტყეპარკში აზერბაიჯანელები იქ ცალკე იმას ეთნიკურ შუღლს და იმას რო არწევთ აზერბაიჯანული ფირმა ფული გადაუხადეს და იმას მუშაობს იქ. რა ქნას? ვერაფერს. თქვენ რო იყოთ რომელიმე ქვეყანაში ქართველი რომ მუშაობდეს, აი როგორც მუშაობს ფირმაში და წაიყვანონ და ამუშაონ. მუშაობს ის კაცი. დახვდა იქ და უძახით ეს აზერბაიჯანელები შემოგვესიენ ასე. აზერბაიჯანელებს ცოცხალი თავით არ უნდათ იქ არაბული ქალაქის აშენება. მაგრამ აი იმ აზერბაიჯანელებშიც გინდათ განხეთქილება გამოიწვიოთ. იმიტომ არ უნდათ აზერბაიჯანელებს იქ მაგის აშენება, იმიტომ რომ შიიტები არიან. ესენი სუნიტები არიან. და ეს ისლამში ეს რამხელა განხეთქილება ერთი მეორეში. პირიქით მიდის მიმდინარეობს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში 1000 გესლის ჩასხმა, 1000 გესლის დაძაბულობა შეიქმნას. იქ გამორბის ეს თქვენი ხატია და მაგას ყვირის იქ აზერბაიჯანელებს. იქ მიადექით, იქ საპატრიარქოს მიადექით. იქ სადაც ხდება მთავარი ბოროტება, ვინცა პასუხისმგებელი, ვინც გაყიდა. იქ მიდით, რატო არ მიდიხართ? რატო არ მიდიხართ? არ გაქვთ მაგ დავალება? არ არის. არა გაქვთ ეგ დავალება. ის დავალება გაქვთ რაც მაგ მიიყვანოთ ხალხი, დაისიოთ რაღაცა ერთი ტრაქტორი გააფუჭოთ, რაღაცა დალეწოთ, მე მოვა პოლიცია იმ ხალხს დაიჭერს და აუ ჩვენი ხალხი დაიჭერს. თქვენ ბიჭო ვის რა უნდა ასწავლოთ? მოხარშულად გიცნობთ ქართულ სპეცსამსახურებს რას წარმოადგენთ? რას როგორი დაბალი, პრიმიტიული და ბინძური აზროვნება გაგაჩნიათ. ამას საკუთარი მტრის მეტი არავინ არ გაუკეთებს. საკუთარ ერს და საკუთარ ქვეყანას როგორც ექცეოდა შევარდნაძე, როგორც ექცეოდა სააკაშვილი და როგორც ექცევა ეს ურია ჭორვილელი. ეგა. და თქვენ გამოდიხართ და მე მასწავლით? თელი თქვენი ბოზური სისტემის მოქმედება შესწავლილი მაგზე პირად. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი და აგერ ამაქვს ყველასი აგენტურის სიებით დაწყებული, დამთავრებული ვინ რას აკეთებდა. ხო. და ძალიან მადლობა ღმერთს სამშვიდობოსაც გავედი და მაგ საშუალება იმის რომ დედა მოგიტყნათ ასე. იმიტომ რომ თქვენ ხართ მოღალატეები. მე მინდა მივმართო სუსში ვინც არიან ერთი ორი კაკალა დარჩენილი ეს ეროვნულად მოზრუნე ადამიანები. ვიცი რომ ცუდათაა საქმე. მაგაა ცუდად საქმე. რასაც ესენი აკეთებენ, ამას გამოსვლა და ღია თქმა ჭირდება. გეყოთ ვაჟკაცობა, რომელიმე გააკეთოთ ის, რაც უნდა გააკეთოთ. გამოდით და საჯაროდ გამოიტანეთ ის, რასაც უპირებენ საქართველოს და ის რაც ხდება. და განაცხადეთ რომელიმე. გამოდით. სამშობლოსთვის თავდადებულობა სხვა კი არაფერი. ძნელი იქნება, მაგრამ თუ გადარჩა ეს ქვეყანა, გმირები იქნებით. აი ესე მინდა და ესე ვწერ. იმიტომ რომ შენაირი ბოზები ვამხილო და თქვენაირი მოღალატეები ვამხილო. საქართველოში ყველაზე დიდი უბედურება ლიბერასტები კი არ არიან და მათი დეგრადირებული და ტვინგაყინული ხალხი ის მართვადი მასაა. ის მართვადი მასა დღეს ლიბერასტია და ხვალ ნორმალურ გზაზე რომ დააყენო შეიძლება ნორმალურ გზაზე შემოbrunდეს. თავარი პრობლემა ვინაა იცი? აი თავარი პრობლემა შენაირი ნაბოზურები არიან. ვითომ რომ ეროვნულობას რო ეფარებიან. და ვითომ რომ ეროვნულად ლაპარაკობენ და ვითომ რომ სამშობლო უყვართ და ვითომ რომ სამშობლო ადარდებთ. ასე იყო. მაშინაც ეროვნული მოძრაობა როცა იქმნებოდა, მაშინაც შექმნა კგბ. ეგრე ჭანტურიას და წერეთლის დამადობით. ნაბოზვარი ჯგუფი. ყველაფერ დედამოწყლობას რო აკეთებდა და ყველაფერს უზრუნველად გამსახურდიას აბრალებდნენ. დღესაც რო აბრალებენ. და თაობები გავა და ოსებს და ქართველებს შორის ის რაც თქვენ გააკეთეთ, თუნდაც მაშინ. აი
ზუსტად გამსახურდია საერთოდ გაქცეული იყო ქვეყნიდან ისინი რო ამოხოცეს რა ქვია ოსები რო ამოხოცეს იმ გზაზე და ზუსტად გამსახურდიას რო ბრალდება დღესაც საერთოდ არ იყო ზუსტად გამსახურდია ქვეყანაში დამხობილი იყო გაქცეული იყო ქვეყნიდან ხო აი ამ ბოზიშვილურ საქმეს ემსახურება ქართული სპეცსამსახურები მოღალატეები ხო ხო, გადაიცი ასე რომ შენ ახლა გენერალ-მაიორი ის რო გეყოლებათ, რა ქვია, დინარაძე უკეთესი აგენტურა ვერც თქვენ იქნებით რა. მე დიდი ხანია გაშიფრული ვარ, მე ვარ საქართველოს აგენტი. მე ვარ ქართველიერის აგენტი. ხო. საქართველოშიც, რუსეთშიც, აფრიკაშიც, იმაშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც ყველგან მიგდებით ჩემი ქვეყნის აგენტი. ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთოს გავაკეთებ. შენაირების დედას მოვტყნავ ყოველთვის და თქვენნაირი აფირისტების. ახლა იგი იქ მაგ და იწივლე და იკივლე და ახლა კი ხომ იღე მისაღები, ახლა კი გააჯვი აქედან. აბა, კარგად წამდებოდი. მოკლედ, აი ამის თქმა მინდოდა ეც აღარ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, იცოდით რომ ნებისმიერი დაპირისპირება, ნებისმიერი განხეთქილება, ნებისმიერი გახლეჩილობა, ეს არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ნამუშევარი, რაც ითვალისწინებს ერთადერთ რაღაცას მიზნად. ეს არის დაშალე და იბატონე და არ იქნას ერთი პირის შეკრული აი ამ პროტესტებთან დაკავშირებით. და ეს არის ძალიან აპრობირებული მეთოდი. დაგვერდით თქვენ. მოყოლებული პირველად რო გეი პარადის ჩატარება უნდა საქართველოში. სულ პირველად. 2013 წელი იყო, რამდენი ადამიანი გამოვიდა. 100,000 თბილისელი გამოვიდა კუჩაში. მერე ბევრად ნაკლები გამოვიდა, მაგრამ ბლომად იყო ხალხი გამოსული ქართული მარშის აქცია, როდესაც მიმდინარეობდა მიწებთან დაკავშირებით. მერე ქართული მარშის დისკრედიტაციაც მოხდა. დაიშალა იქ ყველაფერი. მერე ეს და აი მოგორდა აქამდე. ეხლა 50 ადამიანი, 70 ადამიანი იკრიბება, ისიც უფროსი თაობის ადამიანები და ის ხალხიც რომ მივა იქ, იქაც დახვდებათ ხატია ჯენაშიასნაირი და დაუწყებს რომ შენ ერმილე ნემსაძის სახარ, რა ქვია, მეგობარი ხარ, რომელმა ერმილე ნემსაძეებს პატრიარქს პუტჩისტი დაუძახა. პუტჩისტების ნათლია იყო პირდაპირ. ნათლია. ნათლი მირონი იყო. ნათლია იყო, მე ამას არ ვიგონებ. შევარდნაძის ნათლია იყო ილია მეორე. დიახ, ასე. პირდაპირ და პოლიტიკურ აზროვნებაშიც რო გადაიტანო. რო არ ყოფილიყო ილია მეორე და რო არ ყოფილიყო საპატრიარქო, შევარდნაძე საქართველოში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. თუ შევარდნაძე საქართველოში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა, არც იმ გეიპარადებზე მოგიწევდათ იმის საწინააღმდეგოდ დადგომა და არც კრწანიძის ტყეპარკის დაცვა არ მოგიწევდათ. მაგრამ ასეა. ხო. ახლა იმას ვერავინ ვერ დამობრალებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა და ახლა ვამბობ მე ამას ვამბობდი ყოველთვის. იქაც ვიყავი მისული საპატრიარქოშიც და შეხვედრაც მინდოდა დავით გარეჯთან დაკავშირებით, მაგრამ არავინ არ მოიცალა. ვერავინ ვერ მოიცალა ჩვენთვის. ძაღლათაც არ ჩაგვაგდეს 50 ქრისტიანი მართლმადიდებელი მისული, ჩვენ საქმეზე კი არა, აქ რომ მირბიან თავი ასე მილიონ პრობლემებზე. ჩვენ საქმეზე კი არ ვიყავით მისული, სამშობლო საქმეზე ვიყავით მისული, მაგრამ ასე ქვია, ახლა ჯაღმაიძეს და ნაბოზარ შორინას და ამათ ურიებს და იმას რა ქვია, კრესტიკებში ნაჯდომებას კრიმინალებს რაში ჭირდებოდათ, რომელიც 9-ჯერ არიან გაყიდული ზოგი სოკვარზე, ზოგი რაზე და რაში ჭირდებოდათ ამათ ჩვენაირი ადამიანები შეხვედრა პატრიარქთან. ეს პატრიარქი ყავდათ, აი როგორც უძვირფასესი განძი და მის ირგვლივ იყვნენ შემოხვეულები, რომ ელოდებოდნენ მერე, როდესაც გარდაიცვლებოდა პატრიარქი, თანამდებობები ვის მიიღო, როგორ მიიღო, რანაირად მიიღო და ასე ეს კიდე ცალკე საკითხი არის. სადაა შიომუჯილი? რატო არა ხალხთან? რატო არ დგას ერის გვერდით? არ აწუხებს ქართული მიწის გაყიდვა? არა, ბიძინა ხო აწუხებს, არის თუ არა, იმაზე რა ქვია. ღონისძიებაზე. ხო აწუხებს, ის ხო აწუხებს. ხალხის გვერდით რატო არა? მისი ქადაგებები, რა ქვია, კმარა? რომ თურმე ხორციელზე არ უნდა ვიკმარო, ვიფიქროთ და სულიერზე უნდა ვიფიქროთ და ადამიანს პირდაპირ აქვს დოსიეში დაწერილი, რომ
არის თვითონ კომფორტის მოყვარული ადამიანი. ჯერ თვითონ თქვას უარი კომფორტზე იცხოვროს ისე როგორც სერბეთის პატრიარქი ცხოვრობდა, იყოს ხალხთან ერთად, იაროს იმ გაჭირვებულებთან ერთად. დადგეს იმ ხალხის გვერდით, ვის გვერდითაც უნდა დადგეს. და მე ვილაპარაკოთ, ვინ უნდა თქვას უარი იმაზე, რა ქვია, 5 კილო ოქროს ის რო ადგია თავზე, გვირგვინი. ხო. და 200 კაცი რო დაყვება, დაცვა და ებითი, რა ქვია, Toyota Prados უკანასკნელი მოდელის ჯიპით რო დადიან. ხო, ესა მონობა. არ შემცდარა ეს რა ქვია, კირიონი რო თქვა, რომ ყველაზე მძიმე მონობა რელიგიური მონობა არის. მე არ მინდა რომ ჩემი ერი იყოს რელიგიურ მონობაში. რამის მაინც აკეთებდნენ. დავით გარეჯი და სახელმწიფო საზღვარი კი არა, აგერა საქართველოს გულში, ცენტრში პირდაპირ 70,000 სარკინოზი უნდა ჩამოსახლდეს და ამათი გაყიდულია მიწა. და დამაჯერებს ელავდნენ რომ ის არა მაგათი გაყიდული. ასია, ამ ქვეყანას დაღუპავს ფარისევლობა. საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, ქართული ოცნება ოპოზიციასთან ერთად აბსოლუტურად ყველა დგას საქართველოს ღალატის და ქართველი ერის განადგურებაში. ეს არის დიდი საქართველოს მოალატეთა კავშირი, რომელიც შექმნა თავიდან შევარდნაძემ და დაარქვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, რაზეც ნათლობა და კურთხევა არაფერს ვიგონებ მიიღო ილია მეორისგან, აგრძელებს თავის საქმიანობას. მორჩა და დამთავრდა. ასევე მინდა მიმართო იმას რა ქვია, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ეროვნულ თაობას ქმნიან და თურმე სიწმინდეების დაცვაზე და ასე შემდეგ ბრიფინგი რო გამართეს, ხო? ითვალისწინებდნენ. გამოვიდნენ ახლა და დაუპირისპირდნენ სახელმწიფო რეჟიმს, იმიტომ რომ ქართული მიწა იყიდება და 70,000 სარკინოზი უნდა ჩამოსახლდეს. ნუ ესეა ჩემოვალე და არ უნდა მხოლოდ სიმართლე. იმიტომ რომ ამ სატანებს, პატარა სატანუკები, ესეც სატანუკები, ოხრათ აყავთ. მე ეს პატარა სატანუკები აქ Facebook-ით დაწყებული, დამთავრებული ქუჩით თავის საქმეს აკეთებენ. ბოლოში რა ხდება? ბოლოში საქართველოს და ქართველი ერი არის დაზარალებული და ღებულობთ იმას, რასაც ღებულობთ. ნუ კი ბატონო, იგივე აქვს შექმნილი და იმისთვის შეიქმნა ხო, აი დრო ყველაფერს გამოაჩენს. იმიტომ ძალიან ფრთხილად იყავით რა. გაცრავთ. ხო, თამას არაბული არაბების მიერ აშენებული ქალაქები, ეგ ფირმა მსოფლიოში. ხო, ესა რა ქვია, მართალი ხარ თამაშე. არაბები საუდის არაბეთიდან და იმიდან დიდარი ემირატებიდან ჩამოდიან და აქ მუშად იწყებენ მუშაობას და ზოგი პრარაბია და ზოგი ისაა და არაბების აშენებული ქალაქი. ნუ გასწავლით. მესმის მე თქვენ ხელისუფლების მომხრე ბრძანდებით, ბევრი დადებითი აზროვნება შემოგითავაზებიათ, იმასაც ნამდვილად არ ვიტყვი, სამშობლოზე არ ფიქრობთ, მაგრამ ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ არაბული ქალაქი კი არა, არაბების აშენებული ქალაქი ხდება და მე ერთ კითხვას გისვამთ, თუ კი არაბების თქვათ ასე დაარქვით, არაბების აშენებული ქალაქი ხდება, არაბების აშენებულ ქალაქში საქართველოს მოქალაქეები უნდა შესახლდნენ? არაბების აშენებულ ქალაქში ალაბარმა განაცხადა, რომ 70% ეს ჩვენ მოქალაქეებზე გაიყიდება. 30% საერთაშორისო ვიზიტორებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, ვისაც ფული ექნება. ახლა შენ მე მაჩვენე დემოგრაფიული სიმრავლე საქართველოში, როგორც იყო მაგალითად ბანელი კომუნისტების დროს და სტალინის დროს, როდესაც მრავლდებოდა ქართველი ერი, თითო ოჯახს რო 5, 6 და 12 შვილი ყავდა და მაჩვენე დღევანდელი დემოგრაფიული ბალანსი. მაჩვენე ფინანსური შესაძლებლობა ქართველი ერის, ვისაც შეუძლია რომ შეიძინოს 70,000 ბინა იქ ახალაშენებულ იგლ ჰილსში.
მე მგონი საქართველოსთან ქართველობა იმისთვისაა გაქცეული, რომ ბანკებმა, ქართულმა ოცნებამ და ამათმა ჩაახრჩვეს ქართველები მევახშეობაში და უბედურებაში და სახკარი დასაყიდი გაუხდათ და ბანკები რო დაიხსნან და ლომბარდებისთვის და ამისთვის მუშაობდნენ. რა მნიშვნელობა? შეიძლება რიგითი მუშები ქართველები იყვნენ, ქართველების აშენებული ქალაქი არაბებისთვის დაარქვი. ასე რომ ძალიან კარგად ვიცი ის რაც ხდება და პროპაგანდასაც ძალიან კარგად ხდება. არავინ, მე გეუბნებით კიდე ერთხელ, არავინ ფეხი არ გაადგათ აი ამ ცრუ ლიდერის, აი ამ დედაკაცის მოწოდებულზე. მით უმეტეს იქ არაფერი არ შეასრულოთ. არაფერი არ შეასრულოთ, თუ ვინმე მიხვალთ, მაინც არავინ არ შეასრულოთ იქ, რასაც გეტყვიან. ეს დალეწეთ, ეს დაამტვრით, ეს გადაყარეთ, ის გადაყარეთ. ეს ხაფანგი, რომელ ხაფანგში თქვენ მოიხარშებით. ამის თქვა მინდოდა საღამოს თბილისის დროით 9 საათზე ჩემი YouTube-ის არხზე მეყოლება არჩიბალდ ნიკეში და ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ვრცლად. არ გაგრძელდებოდეთ.